ერთგვარად გაუგნებულიც ვართ, როდესაც ქართული ოცნება გვთავაზობს არჩევნების ჩატარებას ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყოველგვარი თუნდაც ნიუანსური ცვლილებების გარეშე. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში დაბრუნდა 2004-2005 წლები, როცა პოპულარული ხელისუფლება ცდილობს ავტორიტარიზმის საფუძვლების შექმნას. ზუსტად 2 კვირის ვადაში არის სრულიად შესაძლებელი ყველა ჩვენი პუნქტის გატარება საკანონმდებლო ინიციატივების სახით. პირველი, რასაც ჩვენ ვთქვით, ეს არის 50%-იანი ბარიერი შენარჩუნებას, არის 50% და ცდილობენ რომ 40%-მდე შეამცირონ, რადგან უნდათ რომ ურეიტინგონ ნორმალიზ რეიტინგს მოარგონეს საარჩევნო ბარიერი. მეორე მოთხოვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 13 საარჩევნო უბანს 13 კომისიის წევრიდან 12 არის ქართული ოცნების და 1 არის ნაციონალური მოძრაობის. არც ერთ დანარჩენ პარტიას იქ წარმომადგენელი არ იყო, ჩვენ მოვითხოვოთ თითო წარმომადგენელი ასევე ჩვენს გვყავდეს. ეს არის 2009 წლიდან მოყოლებული ინიციატივები, რომელსაც ჩვენ დღეს ხელისუფლებაში არსებულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვაყენებდით და ვიბრძოდით ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. სამწუხაროდ დღეს ხელისუფლება მიდის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის გზაზე და დღეს ივიწყებს ყველანაირად იმ პირობებს, რომელსაც ის საზოგადოებას აძლევდა ხელისუფლებაში მოსვლამდე. ახლა როგორც ჩანს 50-იანისთვის მაინც გზად არ ვართ. ნელ-ნელა ვეპარებით ამ ციფრს და 40-იანზე შეჯერდებიან ალბათ. საკითხი მხოლოდ იმაშია, რატომ შეიცვალა ზოგიერთმა ყოფილმა ოპოზიციონერმა ხედვა და რატომ ჩამოვიდა 50-დან 40-მდე დღევანდელ ვითარებაში. ეს არ არის ჩემი აზრით ყველაზე გადამწყვეტი, არც თეორიულად და არც პრაქტიკულად.